რას ვაპირებთ, რა არის ამოცანა, საერთოდ რისთვის დავბრუნდით, ხო? აგერ შენ მოგწერეს, რომ თუ იგივენაირად გააგრძელებთ ოცნების კრიტიკას, იგივე დაგემართებთ, ხო? მაგითი ჩვენ ვერ შეგვაშინებთ, იმიტომ რომ საერთოდ რა შეიცით საქმე, ჩვენ რაც დაგვემართა, ეგ უნდა გესმოდეთ იქიდან გამომდინარე, საერთოდ ჩვენი мотиваცია რა არის. ჩვენ საერთოდ რომ დავიწყეთ ფუნქციონირება, ჩვენი мотиваცია იყო შემდეგი, რაღაც პოზიცია მიგვაჩნდა სწორად, რაღაც პოზიცია მიგვაჩნდა ამ ქვეყნისთვის აუცილებლად და ჩვენ რო უყურებდით როგორც კოლექტიური ნაცები, ისე თქვენ, აი ოცნება ამ ქვეყანას სრულიად ამორალური იდეოლოგიის ქვეშ რო აცხოვრებით და ეს ჯენზი თაობა თქვენი გაზრდილი ოცნების გაზრდილია, აი ამას რო ზრდიდით, კულტივირებას ახდენით და ღუპავდით ქვეყანას, ჩვენ თუ რამე გვინდოდა ამის შეცვლა მოგვეხერხებინა ამ ქვეყანაში. პლანს რო თესავდით და ანტიდისკრიმინაციულ კანონს რო იმკიდით, ეგ რო არ მოგწონდა, მაგის შეცვლა გვინდოდა და ჩვენ ეგ ნიშნულოვანწილად შევცვალეთ, ნიშნულოვანწილად კი არა. იმით რომ ჩვენ ვარსებობდით, თქვენ ეხლა მოგარგებინეთ თქვენს პარტიას და თქვენს პარტიულ შემადგენლობას ჩვენი იდეოლოგიური პოზიცია იმდენად აქტუალური გავხადეთ ეგ რომ მაგითი მოგიწიათ არჩევნებში. არჩევნებში გახდა ეგ თავარი ფაქტორი. იმდენად პოპულარული გახდა ეგ პოზიცია და იდეოლოგიური დღის წესრიგი ჩვენი ბრძოლით აი ეხლა რომ ჩვენიანები უყურებენ ტელევიზორებს, ინტერნეტს, მთელი საქართველოს მასშტაბით თუ უცხოეთში, თამამად შეუძლიათ იცოდე, რომ მეზობელი ნაცები ყავთ, კოლექტიური ნაცები თუ ქოცები, ეგენი ატარებდნენ იმ პოლიტიკას, რომელიც აი ეხლა თავგზარო აქვთ აბნეული ახალგაზრდებს და სრულიად გიჟური იდეოლოგია რომ მოწამლეს ახალგაზრდობა და 3 მილიონს რო ჩამოწდა მოსახლეობა, მაგათი, აი მაგ თქვენი სამეზობლოს გადახედეთ და მაგ ხალხის ნაკეთებია ეგ ყველაფერი და აი ჩვენიანები ვინც არიან, მათ თამამად შეუძლიათ იცოდნენ, რომ იმ ბრძოლაში მიიღეს მონაწილეობა, რომელმაც დღის წესრიგი შეცვალა. გარყვნილების პარადი რო არ ჩატარდა, კანონი რო მიიღეს ამათ წინასაარჩევნოდ, რომელიც ახლა არაუმუშავებიათ, არაფერი არ შეცვლა ქმედების დონეზე, მაგრამ უნდა დაგიმატო ხა. ჩემს საყვარელი ტექსტია ხოლმე. თქვენ ოცნების და ზოგადად აქედან TikTok-იდან მოდის. TikTok ხო რაღაცა ინფერნალური არის, აქედან მოდის ხოლმე. თქვენ ოცნების და ზოგადად სხვების კრიტიკას ჯობია თავი დაანებეთ და თქვენი საქმე გვანახედავთ. აი საქმე, ხო და მოდი დავამთავრებ აი რა არის საქმე. საქმე რა არის? აი საქმე ლაპარაკის ხო აი მე არ ვიცი როდის გვებარა რომელიმე სამინისტრო ან როდის ვიყავით პარლამენტში რომ რაღაცა უნდა გაგვეკეთებია და არ გავაკეთეთ ეგ არ ვიცი. მაგრამ საქმე რა არის მოდი ავხსნათ. რა აი პოლიტიკური ძალა რომელიც შეიკრა და არავისზე არ იყო დამოკიდებული რა შეეძლო საქმეთ გაეკეთებია და რა გავაკეთეთ მოდი ეგ გავიაროთ. აი მე მგონი მაგას ხსნის ახლა. ნახეთ ნაშიე საქმე. საერთოდ პოლიტიკური ძალის საქმე თუ რამეა, დაამკვიდროს სწორი იდეოლოგიური ხედვები, სწორი პოლიტიკური ხედვები. ზეწოლა მოახდინოს გაბატონებულ პოლიტიკურ ძალაზე იმ მიმართულებით, რომ აიძულოს ის სწორი პოზიციები ან მიიღოს, ან გაიზიაროს, ან ნაბიჯები გადადგას ამ მიმართულებით, თუ რამე არსებობს საქმე არის ეგ და დაარწმუნოს ხალხი და აიძულოს პოლიტიკური მმართველი კლასი იმაში, რომ შეცვლადი გახდეს თვითონ და შესაძლებელი გახადოს, რომ ალტერნატივა, უფრო სწორი ალტერნატივა მოიწეს. აი თუ რამე საქმე არის პოლიტიკური ძალისთვის, არის ეს. ამ მიმართულებით ახლა ჩვენ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ ის, რომ ჩვენ მოსულიყავით პარლამენტში, ეგ არის აუცილებელი ფაქტორი შემდეგი გაძლიერების, აუცილებელი კომპონენტი, ოღონდ იმ ნაწილში, რომ ჩვენმა არსებობამ ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტი მოახდინა ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციაზე საზოგადოების და
პოლიტიკური მმართველი კლასის ზოგადად იდეოლოგიური ლიბერალური პოზიციის, ლიბერალური იდეოლოგიის დასუსტებაში საქართველოში ჩვენმა ჯგუფმა შეიტანა ლომის წვლილი. ხო და ეგ არის საქმე. თუ თქვენთვის არის საქმე რომ ვიღაცა მოვიდეს და ან ფული მოგცეთ, ან სადმე დაგასაქმოთ, ეგეთი საქმე ჩვენ მართლა თქვენთვის არ გაგვიკეთებია, იმიტომ რომ ჯერ ერთი არანაირი მაგის შანსი არ ქონდა და მე საერთოდ არ ვთვლით რომ პოლიტიკური პარტიის საქმე ეგ არის რომ ან ფული გირიგოთ, ან სამსახურები მოგცეთ პოლიტიკური შეხედულებების გამო, იმიტომ სამსახური უნდა იყოს, რავი, ადამიანი რაღაც კარგად თუ აკეთებს, ის უნდა დაასაქმო. ქვეყანაში ჩვეულებრივ ადამიანებს თუ უნდათ მათი პოლიტიკური მოთხოვნები, მათი ფასეულობითი მოთხოვნები, მათი მოთხოვნები უფლებების დაცვის კუთხით, მათი მოთხოვნები იმაზე, რომ ნარკომანია არ იყოს, პირდაპირ თანამონაწილე არ იყოს ნარკოგავრცელების ხელისუფლება, მოთხოვნები იმაზე, რომ დემოგრაფიული კლდომა არ იყოს, აი ეს ჩამპალი იმაში რომ კორუფციაში ქვეყანა და ფეოდალები არ იყვნენ მომჯდარი და ასე შემდეგ ამის გატანა თუ უნდა საზოგადოების ნაწილს ეს შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკური ძლიერი პოლიტიკური პარტიული ერთეულების არსებობით რომელიც ამ ნებას გაატანინებს ამ პოლიტიკურ პოზიციაზე მხოლოდ ამა თუ ჯგუფებს საზოგადოების ამიტომ თუ რამე საქმე არსებობს, იმისთვის რომ ჩვეულებრივი ადამიანები ხელისუფლებამ, რომელიც ეხლაც თulis ეგრე და კიდევ უფრო და უფრო უარესად ჩათulis, ან ოპოზიციამ, რომელიც, რავი, სისხლიან წლებში გამოატარა, იმდენად მას ეთვლიდა, რო არ ჩათვალოს ჩვეულებრივი ადამიანი ცარიელი ადგილია და მისი ნება საერთოდ არ უნდა იყოს ასახული პოლიტიკურ ტყის წესრიგში, რო ვაიძულოთ ყველა რომ ჩვეულებრივი ადამიანების ნების ასახვა მოხდეს, მაგის ერთადერთი გზა არის, უნდა გაჩნდეს კი არა, არსებობს, მაგრამ უნდა გაძლიერდეს, ზოგადად სხვა ამოცანა, სხვა გზა მაგის მექანიზმი არსებობს, პოლიტიკური პარტია, როგორც ინსტიტუტი და პარტიები თუ ბევრი იქნა, კარგი პარტიები, კარგია, პოლიტიკური პარტია ხალხის ხმის გამომხატველი და ავტონომიური, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით ხალხის მეშვეობით, თავის თანამებრძოლების მეშვეობით რომ არსებობს და რა თქმა უნდა, მან და არავის არ უნდა ეგონოს, კაცო, რომ იქ ვიღაც ხუთი კაცი დაჯდება, კამერას ჩართავს და ისინი რამეს შეცვლიან, არაფერი ხუთი კაცი ვერაფერს ვერ შეცვლეს. თუ რამე შეცვლადი იყო აქამდე, რომ აი ეს იდეოლოგიური დღის წესრიგის შეცვლაზე ვილაპარაკეთ, ხო, აი 50000 ისეთი კაცი რო იყო, რომელიც აი ღიად ჩანდა და მე ამას ხმას ვაძლევ. 4 კაციდან 1000-ობით 1000-ებზე რო ავედით, ეხა ამოცანაა რომ 100-ობით 1000-ებზე ავიდით. და შევცვლით მასე ქვეყანას კიდევ უფრო დრამატულად და ვაიძულეთ რომ ჩვენი შოთა მარტივად აი პრაგმატულად გამორჩენის კუთხით გიხსნი რა. შენ თუ გინდა რომ ამ მთავრობას ვიღაცა მიაწვეს ხოლმე ისეთ რაღაცეებზე, რაზეც ეს მთავრობა შენ ფეხზე გიკიდებს, მაგრამ არ გინდა ნაცების მხარეს გადასვლა, არ გინდა რომ ეგ იყოს ვიღაცა სლავა უკრაინშიკი და ლიბერალი ტიპი და მაგის ტყვეობაში ხარ, უნდა არსებობდეს ძალა, რომელიც ოცნებას ისეთ რაღაცებზე მიაწვება, ისეთ რაღაცებზე მიცემს შენიშვნას და ისეთ რაღაცებზე გააკრიტიკებს, რაც არის შენ ინტერესში და თან არ გექნება საფრთხე, რომ ვაიმე დედა ნაცები მობრუნდნენ. და მაგას ვაკეთებთ ჩვენ.